დაუჯერებელ გმირობის ისტორიას მოგიყვები 2 წუთი არასქროლო რა იოთამ ზედგენიძის შესახებ. აი ხო გინახავს ახალგაზრდებს მიმართა სამეფო კარის თამაშები, ბეჭდების ბრძანებელი, მეც მაგრად მიყვარს და სულ უყურებ ხოლმე. აი მაგათ სცენარისტსაც კი ვერ წარმოედგინათ ეგეთი გმირობა, თორე აუცილებლად ჩასვავდნენ სადმე რომელიღაც სცენაში და მერწმუნედ აი მილიარდი ნახვები ექნებოდა მაგ სცენას რა. 1465 წელს, როდესაც გიორგი მერვე მიდიოდა სამცხე-ჯავახეთში ჯაყელები აჯაყდნენ და მათ დასასჯელად მიდიოდა, იოთამ ზედგენიძე მივიდა გიორგი მერვესთან და ეუბნება მოღალატეები ყავს და ამაღა მოკლავენო ძილშიო რა. ამან ვერ დაიჯერა ისეთ ხალხზე უთხრა ეგენი არ მიღალატებენ. თუ ჩემი არ გჯერო, მაშინ ერთი თხოვნა შემისული, შენ სხვაგან დაწექიო სხვა ლოგინში და მე დავწვევი შენს ლოგინშიო რა. და კარგი ესე ვქნათო და მართლაც ღამე დაადგნენ ეს მოღალატეები და მოკლეს იოთამ ზედგენიძე და შემდეგ უკვე ქრისტიანულა სამყარომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და 12 ნოემბერი არის მისი ხსენების დღე რა. ეს რო გაიგო გიორგი მერვემ ის მოღალატეები დაიჭირა და იოთამ ზედგენიძეს თავმოყრობას მიწები გადასცა და ფულადი ჯილდო რა. აი ესეთი რაღაც არ მე მინახავს აი მეფესო გადაეფარებიან სცენებში ხო დასროლისას რო გუნკერს შეუშვერენ და ასე შემდეგ რა, მაგრამ ესეთი რაღაცა მთელი ღამე ელოდებოდა რომ მოვიდოდნენ ეს მოღალატეები და მას მოკლავდნენ, იცოდა და მაინც ჩაწვა რა. აი ესენი უნდა იცოდეთ თქვენ რა. აუცილებლად უნდა იცოდეთ. ზედგენიძეზე კიდე მომწერეთ და ჩაგიგდეთ ინფორმაციას.